ანაკლის ბანაკის სტუდენტების მეოთხე ნაკადს მასპინძლობს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. შეხვედრა გაიმართა განათლების მინისტრის მოადგილესთან და სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან. ისაუბრეს უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. აქცენტი გაკეთა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, კვლევითი ინსტიტუტების განვითარებაზე და სამედიცინო სფეროში დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობაზე. ანაკლის ახალგაზრდულ ბანაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი იმყოფება. 5 დღის განმავლობაში წარმოდგენილები არიან სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ახალგაზრდულ პროექტებთან ერთად ჩართული იყვნენ შემეცნებით, სხვადასხვა შემეცნებით საქმიანობაში. ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ახალგაზრდებთან, ჰქონდათ უამრავი შეკითხვები, მათ შორის განათლების და მეცნიერების განვითარების მიმართულებით და ძალიან გვიხარია, რომ ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა ჩვენი ურთიერთობები. ჩვენი უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან დღეს ბანაკში, ხვალ მიემგზავრებიან უკვე სახლში და დღეს მოვისმინეთ მათგან შტაბის-ძლებები აი ამ გავლილი 4 დღის და ისედაც ზოგადად ინტერაქციული შეხვედრა გქონდა ყველა ნებისმიერ საკითხზე შეელოთ საუბარი. გაგვიტარეს ინფორმაციული ინტერაქტიული შეხვედრა, რომელიც მოიცავდა კითხვა-პასუხურ რეჟიმს და ჩვენ სტუდენტებმა შესაბამისად დავსვით ჩვენთვის საინტერესო კითხვები, გაგვცეს რა თქმა უნდა მათ კომპეტენციის ფარგლებში პასუხები, იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა.